მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? დიდი ხანია ვერ გამოვჩდით თქვენს ეკრანებზე. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე და მოდით დღევანდელი საჯარო გაშლა გავაკეთოთ შემდეგ თემაზე. სურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა კომუნიკაცია და კონტაქტი თქვენთან და გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კომუნიკაციაზე, კონტაქტზე უახლოესი ერთი თვე ვნახოთ. და იცით რა ადამიანი ხა თუ ამდენი ხანი არ გამოვა კომუნიკაციაზე და კონტაქტზე, ალბათ კითხვაც უნდა დაისვას, ხო? კითხვა არა, კითხვის ნიშანი. ღირს კი საერთოდ ზოგადად საჯარო გაშლის გაკეთება ამ ადამიანზე, ხო? კარგით, ვარიანტი 3 გვექნება. ჩვენი სოკოები მზად არიან. მოდით ამას ასე შემოვატრიალებ, რომ კარგად დაინახოთ. ვარიანტი პირველი. სურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს კომუნიკაციაზე გამოსვლა ახლა. მეორე ვარიანტი, სურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს კომუნიკაციაზე გამოსვლა და მესამე ვარიანტი, სურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს კომუნიკაციაზე გამოსვლა ახლა, როდესაც აი ეს საჯარო გაშლა გაახსენით თქვენს ეკრანებზე და გაქვთ და გაწუხებთ ეს კითხვა. ამან შესადამე. პირველი ვარიანტი გვექნება ეს ქალბატონი სოკო, მეორე ვარიანტი გვექნება აი ეს სოკო და მესამე ვარიანტი გვექნება აი ეს სოკო. ჩემო ძვირფასებო, ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, სამივე სოკოს სახით. იმიტომ რომ იმდენად მეტყველი და იმდენად განსაკუთრებულები არიან, რომ ვფიქრობ ძალიან კარგად დაგეხმარებათ თქვენი ვარიანტის იდენტიფიცირებაში. დახუჭეთ თვალები, ერთი კონკრეტული ადამიანი დაინახეთ მისი სახე, მისი გამომეტყველება. და რა თქმა უნდა, ძირითადად ასეთი ტიპის საჯარო გაშლები საინტერესოა არა მხოლოდ მამაკაცების და გაუგებარი ურთიერთობების მიმართულებით, არამედ თუნდაც შეიძლება ჩაიფიქროს ადამიანმა ყოფილ მეგობარზე, რა ვიცი, ნათესავზე, მეზობელზე, ხო, ნებისმიერ ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც აი ეს კითხვა აწუხებს, ხო, მაინც მამაკაცზე ორიენტირდებით, ხო. მასშესადამე იმედია სამივე ვარიანტი კარგად დაინახეთ, კარგად დააფიქსირეთ, მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. ახლა ამ მომენტში სურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს კომუნიკაციაზე გამოსვლა. იმპერატორი ქალი, ეს თქვენ ხართ, ჩემო ძვირფასებო. და რთულია ასეთ ქალთან კომუნიკაცია. არ გინდოდეს და არ გსურდეს, ხო? იმიტომ რომ თქვენი ენერგია განსაკუთრებულია. ეს თქვენ ბრძანდებით აქ. ხართ განსაკუთრებული ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვის ცხოვრებაშიც აბიჯებთ. და თქვენი ენერგია ზოგადად, ხო, თქვენი შესაძლებლობები შესაძლოა, ხო, რომ ადამიანს შეუქმნათ და მისცეთ რაღაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი მისთვის. ეს ნამდვილად შეგიძლიათ. მაგრამ თუ ქალბატონი ჩაიფიქრეთ აქ ამ ვარიანტსაც განვიხილავ, ხო? დიდი ალბათობით არ სურს, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ის, თავის სიმართლეშია, თავის პოზიციაშია და ნამდვილად არ აწუხებს, მოდი ასე ვთქვათ, სინდისის ქეჯნა, იმიტომ რომ, არ თulis, რომ ადამიანი ვთქვათ, რაიმე ნაწილში დამნაშავეა თქვენთან, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ხართ თქვენ. და ვნახოთ. მაინც შევეკითხები, სურს თუ არა ამ ადამიანს, ვინც აქ ჩაიფიქრეთ კომუნიკაციაზე გამოსვლა, არკანის სამართლიანობა, უფროსი არკანები მოდის ინტენსიობით და ცხრიანების კვერთხები. ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, სურს ამ ადამიანს თქვენთან კომუნიკაციაზე გამოსვლა, მაგრამ არის თქვენს შორის რაღაცა ძალიან დიდი ეს არ არის უბრალოდ სირთულე ადამიანების მხრიდან, ხო, რომ რაღაც ერთი ადამიანი არაძლევს მეორე ადამიანს რაღაცა უბრალოდ ბავშვური, ვთქვათ, თან არა, აქ ეს არ არის. აქ ცოტა რთულად არის საქმე.
აქ უფრო დიდ და საბედისწერო ნაწილს ვეხებით ორი ადამიანის ცხოვრებისა, ხო? საერთოდ აქ შეიძლება შორი მანძილი იყოს, აქ შესაძლებელია იყოს არათავისუფალი, ვთქვათ, ან თქვენ არ იყოთ თავისუფალი, ან ის ადამიანი არ იყოს თავისუფალი, ვინც აქ ჩაიფიქრეთ და ყოველ შემთხვევაში არის თქვენ შორის ესეთი ხიდი, რომელიც ნახევრად დაშლილია და ამ ხიდს რომ ააწყოს რომელიმე თქვენგანმა ეს ხიდი, მაშინ ამისათვის უნდა გადაიდგას ძალიან დიდი და ფუნდამენტალური ნაბიჯები ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ არის მზაობა ამ ყველაფრისა, იმიტომ რომ განმეორდები ეს ურთიერთობა და კომუნიკაციაზე გამოსვლა არ არის უბრალოდ კომუნიკაციაზე გამოსვლა. ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ ორის შეხვედრა და შეკავშირებაც ძალიან საბედისწერო იყო ორივესთვის და გაკავშირებაც, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ურთიერთობა ერთმანეთთან, ხო? როდესაც თქვენ ცალკე ხართ, ეს ადამიანი ცალკეა. კარგით, რამდენად გამოვა ეს ადამიანი კომუნიკაციაზე? უნდა ამ ადამიანის კომუნიკაციაზე გამოსვლა, მაგრამ განმეორდები, აქ რაღაცა ძალიან დიდი დგას თქვენს შორის, ხო? რაღაცა იმდენად დიდი, რომ უბრალოდ გვერდზე ვერ გაწევ ჩვეულებრივად. ასე არ ხდება, ხო? განმეორდები, ეს ან არათავისუფალი ურთიერთობები და პარტნიორული ამბავია, ან სიშორეა თქვენ შორის ძალიან დიდი. კარგით, გამოვა თუ არა ეს ადამიანი კონტაქტზე უახლოესი 1 თვის მანძილზე, ხუთიანების თასები. არა და ძალიან გულისწყდება. ძალიან გულისწყდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ნახეთ, პენტაკლების მეფე ამოვიდა. ხუთიანების თასები, პენტაკლების მეფე, დამწუხრებული პენტაკლების მეფე. თასების დედოფალი. გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე. ხო, აქ რაღაცა ან შეიძლება ყოფილი ქმარი ჩაიფიქრეთ, ან ნახეთ, ყოველ შემთხვევაში არ იგრძნობა თავისუფლება ორ ადამიანს შორის. მიხვდით ხო? ამიტომ გამოვა ადამიანი კონტაქტზე, სამიანების, ხო, რაღაცა აქ სამ ადამიანს ეხება, ოჯახია, ვიღაც თქვენგანს ოჯახი ყავს. არ არის თავისუფალი. სამკუთხედს ხედავ აქ სასიყვარულოსი უფრო დიდ ნაწილში. ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ თქვი, რომ თქვენში ორ შორის რაღაცა ძალიან დიდი და ძალიან საფუძვლიანი მიზეზი დგას თქვენ, იმიტომ რომ ნახეთ, კონტაქტზე გამოსვლა, ეს არის ძალიან გამოვა ადამიანი დღეს კონტაქტზე, ხვალ არ გამოვაზე, ანუ გამოსვლა არ გამოსვლას აქ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის რა ფორმაც ურთიერთობის თქვენ გინდათ, ან მას უნდა, ხო? უფრო მეტად თქვენ გინდათ. ვერ ვიტყვი, რომ მასაც არ უნდა. ეს შეუძლებელია ამ ეტაპზე, ხვდებით, ხო? ანუ ის რაც თქვენ ერთმანეთისგან გინდათ, ეს არის შეუძლებელი ამ ეტაპისთვის. იმიტომ რომ არიან სხვა ადამიანები თქვენ შორის. ამიტომ დღეს გამოვიდა კონტაქტზე, ხვალ არ გამოვიდა, ეს არის ძალიან რეზინის გაწელვა, როდესაც იმ მომენტში თითქოს მოგწონს ესაც აკეთებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხვდები, რომ უფრო და უფრო გადადიხარ იქ, სადაც სიღრმისეულად ტოპავი იქ, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. გამიგეთ ხო? ამიტომ კომუნიკაციაზე გამოსვლა არ გამოსვლაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ, ანუ ამ ნაწილში მე რჩევას გაძლევთ ტაროს სიუჟეტის მიხედვით, ხო? არამედ იმაზე, რომ ეს გამოსვლა კომუნიკაციაზე რას მოგცემთ. ხვდებით, ხო? და თან საქმე იმაშია, რომ ეს ვინც ჩაიფიქრეთ ადამიანი ხდება გულისხმობაში უნდა კომუნიკაციაზე გამოსვლა, როგორ არ უნდა, მაგრამ ხდება, რომ თქვენ ორ შორის
ძალიან დიდი პრობლემა დგას. და პრობლემები იწყება იქიდან, როდესაც ადამიანები არ არიან გულწრფელები ერთმანეთთან. და გოგოებო, აქვე გეტყვით რა, თუ სასიყვარულო სამკუთხედია და ჩაიფიქრეთ მამაკაცი, რომელიც არ არის თავისუფალი. ყოველთვის გახსოვდეთ, მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლს, შვილების დედას, თვალებს აუხვევს, მოატყუებს, და შეიძლება სხვასთან ურთიერთობა ისე რომ მე ვითომც არაფერი რა გარანტია გაქვთ რომ იგივეს თქვენზე არ ანატოგონიათ რომ არა ეს უბრალოდ მისთვის კომფორტულია რომ იქაც იყოს ქონდეს თავის კომფორტის ზონა ცხელი ბორში სადელად სიტყვაზე უბრალოდ მიყვარს ბორში ხო და ოჯახი ბავშვები და თუ რაღაცა ხო რატო უნდა აიტკიოს ხო თავი და ვთქვათ დაანგრიოს ოჯახი იმიტომ რომ ვთქვათ თუ სამკუთხედი გაქვთ თქვენ მოგიყვანოთ ცოლად ხო რა შეჭირდება ეს ყველაფერი როცა შეუძლია რომ ეს ორივე ერთდროულად კონდეს ხო კაი რაღაცა ერთი მხრიდან ცოტა ის იქნება დისკომფორტი რაღაცა წუწუნი ან რაღაცა უკმაყოფილება სიტყვაზე რომ ხო თქვენ არ გეხებათ პირდაპირ ყველა ჩემს მსმენელს ხმის პირველი ნაწილი აერჩია ხო პირველი ვარიანტი მორჩა ამიტომ გოგოები ძირითადად ძალიან დიდი ილუზიები ძალიან დიდი ხანი ცხოვრობენ ხოლმე იმ იმედით რომ კაცი გადმოდგავს ამ ნაბიჯს და გოგოებო გამოფხიზლდით თუ ეს ვარიანტი თქვენ გეხებათ და ამ ფორმით გეხებათ ეხა რაც მე აქ მოგიყევით ხო იმიტომ რომ აქ ცოტა სხვა რაღაცებზე უნდა დაფიქრდეთ მით უმეტეს თუ ამ პირველ ვარიანტში არის სამკუთხედი. ნებისმიერ შემთხვევაში სამკუთხედია თუ ოთხკუთხედია, აქ ძალიან დიდი პრობლემა არის თქვენ ორ შორის. სადაც აი ესე მარტივად ერთმანს და მეორემს რომ მოიგლიჯოთ აი ეს ვალდებულებები და გარემოებები, ესე შეუძლებელია მით უმეტეს ერთ თვეში, ასე რომ ხო. ასე რომ იფიქრეთ ჩემს სიტყვებზე რაც გითხარით. კარგით, დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან კომუნიკაცია. ძირფასი ქალბატონები ხართ და თქვენი თავის ფასი იცოდეთ. ვარიანტი 2. აი სოკო ვინც აირჩია. სურს თუ არა კომუნიკაციაზე გამოსვლა ადამიანს ახლა. მეეტლე სურს ადამიანს კომუნიკაციაზე გამოსვლა, ნამდვილად სურს ცვლილებები. ადამიანი არის მოტივირებული რომ ვთქვათ გამოვიდეს კომუნიკაციაზე, იმიტომ რომ მიიღოს ის ფორმა ურთიერთობის, რომელიც მას უნდა, ხო ნახოთ, ვინ ხართ მისთვის? იმპერატორი და ჩამოკიდებული კაცი, კარგი. და მაგი. ადამიანების კვერთხები. მე აქ უყურებ ადამიანს, რომელსაც ძალიან სპეციფიური და მაინც ვერ ვიტყოდი, რომ მის ფსიქიკაში მე ხლა რაღაცა ჯანსაღ ენერგიებს ვხედავ. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი ძალიან სპეციფიური ენერგიებით, რომელიც ორ სამყაროში ცხოვრობს. ხან ერთ სამყაროში, ხან მეორეში. ტელეპორტაციას აკეთებს, ხო? თქვენთან როცა ჩდება თქვენს სამყაროშია, სხვასთან როცა ჩდება სხვა სამყაროშია. ანუ ადამიანი თითქოს რაღაც მანქანაში ზეს. დროის მანქანაში ნაკლებად, მაგრამ ესე ერთი ცხოვრების სცენარიდან გამოდის, მეორეში შედის, მერე მესამეში შედის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანს ჯერა რომ ის ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის და ფაქტია რომ ძალიან კარგად გამოსდის. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის ძალებში არის დარწმუნებული. მაგრამ მოდის ესეთი ენერგია. აი, ადამიანში, როდესაც ლარვა ენერგოინფორმაციული რაღაცა აი ფილმი უცხო თუ გაქვთ ნანახი. შიგნით რაღაცა
რაცა შიგნით არის მის სხეულში. არა ჯანსაღი. არა ჯანსაღი. რას მოიტანს ეს ადამიანი თუ გამოჩნდება თქვენს რეალობაში? ზოგადად რას მოიტანს? ხუთიანების კვერთხები. ხმლების რაინდი. ხედავთ როგორი პატარაა. და ჩამოუყალიბებელი და ხმლების რაინდი. ნუ რა გითხრათ? ორიანების თასები. რა იყო რაღაცა ისეთი ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლებელი ადამიანის სექსუალური რაღაცა გადახრები ქონდეს. ოღონდ აგიხსნით რა ნაწილში რა. სექსუალური გადახრები, აი სადისტური სექსის მიმართ, უხეშ გულისხმობ, აი რაღაც ფარგლებს გადასულ რაღაც მაგრამ მამაკაცში და მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ორიანების თასები არის არ არის ჯანსაღი ენერგიები. ყველას არ ეხება ასევე ეს ინფორმაცია, მაგრამ მასში არის. ნუ, გარდა ეს გადახრების ნაწილი, რაც ვისაუბრეთ, არა ჯანსაღი. შეიძლება იყოს სასმელი, ნარკოტიკი. რაღაცა დამოკიდებულებები, ხო, აზარტული თამაშებიც მათ შორის. ადამიანი აგრესიულ ენერგიებში, ადამიანი აგრესირებს. ადამიანის რაღაცას ამტკიცებს. და მე შეგრძნება მაქვს ადამიანს იმიტომ უნდა მოსვლა, რომ რაღაცა დაამტკიცოს. მოგცეთ ეიფორია, მოგცეთ იმ მომენტშია ეს ჩხუბის და შერიგების მდგომარეობა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან რომანტიულია, მაგრამ მე გბეზრდება ადამიანს, როცა რა ვიცი, იზრდები და გამოდიხარ აი ამ იტალიური ნებათა ღელობიდან და ბრაზილიური სიგიჟეებიდან, ხო, ის ხვდები რომ არ გჭირდება ეს ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენთვის უფრო მეტად უპრიანია, ვთქვათ, 7 გაწონასწორებული ცხოვრება, გაწონასწორებული ადამიანის გვერდით და არა კაცის გვერდით, რომელიც სავსეა კომპლექსებით და ცდილობს რომ როგორც ფეხსაწმენთ ტილოზე, აი ეს კომპლექსები შეგაწმინდოთ და თავისი ეგოცენტრული რაღაც აბსოლუტურად არაჯანსაღი გამოვლინებები მანკიერ ნაწილში ყველაფერი ესე ვთქვათ მოგახვიოთ თავზე, იმიტომ რომ აძლევთ ამის საშუალებას აშკარად აძლევთ ამის საშუალებას და ან აძლევდით ადრე ამის საშუალებას და თუ მაგალითად ნახეთ სანთელიც როგორ განერვიულდა ჩემს სიტყვებზე, ხო, ეს ნიშანია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თუ ადამიანი გამოვა კომუნიკაციაზე, იცოდეთ რომ თქვენ ეს მოგიტანთ. თქვენ ეს მოგიტანთ მისი კომუნიკაციაზე გამოსვლა. პენტაკლების ტუზი. ხუთიანების თასები. თასების დედოფალი. და შვიდიანების თასები. ხედავთ როგორი ოსტატია ილუზიების შექმნის, ნახეთ. ზღაპრულად გადმოსცემს მის ოსტატობას ილუზიების შექმნაში, ხო, იმიტომ რომ განმეორდები თასების დედოფალი ხართ, ძალიან გემრიელი ლუკმა ხართ მისთვის და ნახეთ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი დროის ქურდიც არის ყველაფერთან ერთად, ენერგიების და დროის ქურდია და რაც ყველაზე მეტად ალბათ გულდასაწყვეტია ის, რომ თქვენ დედოფალი ხართ და ის პაჟია. ხვდებით ხო, რომელსაც ძალიან უნდა რომ იყოს იმპერატორი, მაგრამ გვირგვინი ძალიან დიდი აქვს და თავიდან სურება. ამიტომ პენტაკლების ტუზი ხვდებით რომ ყოველ ჯერზე რაღაცა შანსს კარგავთ. მე შეიძლება გქონდეთ შანსი რაღაცა ჯანსაღის, კარგის, ნორმალურის და ადეკვატურის, ყოველ ჯერზე ყოველ შემთხვევაში ან დღეიდან გააცნობიერებთ რომ უბრალოდ დროს კარგავთ. კარგით, გამოვა ეს ადამიანი უახლოეს ერთთვის ვადაზე კომუნიკაციაზე, გამოვა თუ არა? გამოვა თუ არა? არკანის სიკვდილი. ხუთიანების თასები. არკანის სამართლიანობა. იმედია ჯამთელად იქნება, რა ვიცი. ოთხიანების თასები.
ოთხიანების პენტაკლები. ნახეთ, ამ ეტაპისთვის, როდესაც ეს საჯარო გაშლა გახსენით, სურვილის დონეზე ეს გვაქვს. მაგრამ რაღაც ისეთი მოხდება, რაც არ მისცემს საშუალებას ამ ურთიერთობას, რომ რაღაცა კომუნიკაცია აღდგეს, ხვდებით, ხო? ანუ იქნება ესეთი ასევე როგორც ვიტყოდი, ზებუნებრივი რაღაცა ჩაერევა თქვენ შორის. რაღაცა მოხდება ისეთი, რაც არ მისცემს საშუალებას ამ ადამიანს, რომ თქვენთან გამოვიდეს კომუნიკაციაზე. ან შესაძლოა დიდი ამასაც დაუშვებ, რომ თქვენ ჩაუჭრათ ეს ურთიერთობა და აღარ მისცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს კომუნიკაციაზე და ალბათ ძალიან სწორსაც ისამთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყოველ ჯერზე ეს ადამიანი იპარავს თქვენს დროს, თქვენს ენერგიას და ყოველ ჯერზე გართმევთ ჩანს იმისა, რომ რაღაცა ადეკვატური და ნორმალური ნახოთ ცხოვრებაში, თუნდაც იგივე პარტნიორულ ნაწილში, ხო? ასე რომ რაღაცა ესეთი დიდი და ზებუნებრივი ჩაერევა ნამდვილად, რომ ეს აღარ მოხდეს. თუმცა ამ ეტაპისთვის სურს, მაგრამ არც იმას არ გამოვრიცხავრო თქვენს გარდა კიდევ სხვასთანაც მქონდეს ამის სურვილი. ძალიან კარგი, მესამე ვარიანტი. ნახოთ თქვენთან რა ხდება ესე ჩუმად და ეშმაკურად რო იყურება. უნდა ადამიანის კომუნიკაციაზე გამოსვლა. ცხრიანების ხმლები. აი ეს ადამიანი არ ფიქრობს კომუნიკაციაზე გამოსვლას, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდ ტკივილს ატარებს. ძალიან დიდ დარდს ატარებს. ნახოთ რას ეხება ეს დარდი. ნერვიულობა, შიში, დარდი, სტრესია, მის ირგვლივ ძალიან ბევრი. არ არის ადამიანი თავის ცხოვრების ხარისხით კმაყოფილი, ადამიანი არ არის ბედნიერი. არაზე ხარ ცხრიანების ხმლებში. სამიანების კვერთხები. შვიდიანების ხმლები. მოატყუეს ეს ადამიანი და კოშკი. არ ვიცი რა ხდება ხა ამ ადამიანის ცხოვრებაში ამ ეტაპზე, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანს თავზე ჩამოემხო რაღაცა თავისი ძალიან ისეთი დიდი გეგმები რაც ჰქონდა ან ადამიანს რას ეხება ეს? ოთხიანების პენტაკლები. ვერ ვიტყვი რომ თლად ეს შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანს აქვს ეს რაღაცა ფინანსური პრობლემები, კარიერაში ვერ პოულობს თავის თავს, ეძებს და არ არის ბედნიერი, სულ ფინანსების დაკარგვის ეშინია, ნერვიულობს, განიცდის ამ ყველაფერს, ხო? არ გამოვრიცხავრო თქვენ იყავით ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, გზა მისი ფინანსური უზრუნველყოფილი ცხოვრების ხვდებით, ხო? იმიტომ რომ ნერვიულობს სამიანების კვერთხები. ნერვიულობს იმაზე, რომ თავისი მიზანი და თავისი გზა ადამიანმა ვერ იპოვა, ხვდებით, ხო? აქვს ამ დროს დიდი წარმოდგენა თავის თავზე, აქვს ძალიან დიდი ამბიციები, მაგრამ ადამიანი ვერ პოულობს თავის გზას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამბიციები უფრო დიდი აქვს, ვიდრე შესაძლებლობები. კარგით. თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი ახლა? ექვსიანების თასები ახსენდება. წარსული ნამდვილად ფორტუნას ბორბალი, ორიანების კვერთხები, შვიდიანების ხმლები, ცხრიანების თასები, პენტაკლების ტუზი, ცხრიანების პენტაკლები და ათიანების კვერთხები. იცი რა, თუ ერთად იყავით ახსენდება ადამიანს ნამდვილად უდაოდ და სხვათა შორის სადღაც უშვებს იმ ნაწილს, რომ შესაძლებელია რაღაცნაირად ისევ გადაიკვეთოთ ერთმანეთთან. უშვებს ადამიანი ამ სცენარს, ვერ ვიტყვი რომ არ უშვებს. მაგრამ ხედავთ საკმაოდ ყოველ შემთხვევაში ასე ხედავს წარმატებული შემდგარი ადამიანი შეიძლება სხვათა შორის ყველას არ ეხება, მაგრამ გთვლიდეთ, რომ ეს თქვენი საქმიანობა ან შემდგარობა მაინც და მაინც გულწრფელი არ არის და მაინც და მაინც კეთილსინდისიერი არ არის, ხო? ანუ შეგიძლიათ ადამიანებზე манипуლირება და შეგიძლიათ ადამიანებზე, ანუ იმაზე კარგი, ისეთი კარგი არ ხართ, როგორც თქვენი თავი გონიათ, მაგრამ ხო იცით ადამიანს, რაც თავად გონია,
რაც თავად სჭირს ის გონია სხვაზეც, ხო, იმიტომ რომ მე თქვენ წაღან გითხარით, თუ ადამიანს ძალიან დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ ნაკლებად შეესაბამება მისი ამბიციები მის შესაძლებლობებს, ხო. მაგრამ ადამიანი ხედავს, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი ადამიანი და უშვებს საკუთარ თავში, რომ თქვათ, კიდევ შეიძლება თქვენი გზები გადაიკვეთოს. გასაგებია. კარგით, გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კომუნიკაციაზე. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კომუნიკაციაზე, ერთი თვის ვადაზე. გამოვა თუ არა კომუნიკაციაზე, არკანის სიკვდილი არა არ გამოვა კომუნიკაციაზე, რატომ? სამიანების უკვე ანუ ძალიან გაყოფილია თქვენი გზები, ან ვიღაცას უკვე სხვა ინტერესები, სხვა ადამიანი, სამიანების პენტაკლები, კვერთხების მეფე, ხუთიანების და ხო, რაღაც აქ დაყოფილია ძალიან თქვენი გზები. ინტერესები გაყოფილია თქვენი. ფორტუნას ბორბალი. აი თუ როგორც იტყვიან, თუ სამყარო შეგახვედრებთ ერთმანეთს, ხო, მაგრამ ესე რომ ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე, ხაცა ისეთი თავისი სურვილით და თავისი ინიციატივით ეს ასე არ იქნება. იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ ან ძალიან დიდი ხნის გაყოფილია თქვენი ურთიერთობები, ან არც თუ ისე ძალიან დიდი ხნის, მაგრამ რაღაცა გაცივდა თქვენ შორის და რაღაცა თქვენი გზები ძალიან სხვა და სხვა. კარგი, თუ გამოვა კონტაქტზე და კომუნიკაციაზე, რას მოგიტანთ ეს ადამიანი? აი, ვაი და გამოვიდა, როგორც იტყვიან. იეროფანტი. ახალ კარმულ გაკვეთილში ჩაგაბრუნებთ. აი ეს იქნება ჩემო კარგო და ძვირფასო. ახალ გაკვეთილში, ახალ ილუზიებში. არა, ჭკვიანი გოგო ხართ. როგორც იტყვიან და არა, საერთოდ აღარ იკითხება ადამიანი თქვენს რეალობაში. აღარ იკითხება ადამიანი თქვენს რეალობაში. და უკვე ზომიერების არკანია, რაც ნიშნავს იმას, რომ всё, მას თქვენი გზა აქვს, თქვენი გზა გაქვთ და ხო, რაღაცა როდესაც მთავრდება და რაღაცა ლოგიკური წერტილი ისმევა, იცით რა არის? ალბათ გონებაშიც უნდა მესმის შეიძლება საერთოდ უბრალოდ ინტერესის გამო შეხედეთ ამ ყველაფერს. მე ყველაფერი შემიძლია გავიქო რა თქმა უნდა, მაგრამ ხო საერთოდ როდესაც ვიფიქრებთ კონკრეტულ ადამიანს თუნდაც საჯარო გაშლაში, მე მოსმენის მერე უნდა დავსვათ კითხვა, აი ეხლა რა მინდოდა, რატო ჩავიფიქრე ეს ადამიანი, ხო? უბრალოდ ინტერესი დავიკმაყოფილე და თუნდაც ეს უბრალოდ ინტერესი რომ დავიკმაყოფილე, რატომ მაინტერესებს საერთოდ, ხო? რა არის ისეთი, რაც მაინც თითქოს გულის სიღრმეში არ მაძლევს, ვთქვათ, რაღაცა ბოლომდე ამ ადამიანის დავიწყების ან მის საშუალებას, ხო? წერტილის დასმის. გასაგებია ჩემო ძვირფასებო, ველი თქვენს კომენტარებს, მადლობა ყურადღებისათვის, თქვენთან იყო, არის და იქნება ნინა შეხვედრამდე.